წარმოგიდგენია ვასო გოძიაშვილი. დედა და შენ მის შვილს თამაშობ. ეხლა თუ ოდნავ გული და ტვინი გაქვს, ემოცია გაქვს. როგორ შეიძლება ეს არ გაგიჟდე ამაზე და არ მაგრამ იქვე არის მეორეც რომ მე ის გვერდით რახან ვარ რომ ძალიან არ ჩამოვრჩე. ვასო კარგი იყო, მაგრამ ჯინორია ესეც არ შემიძლია. შენი ახალი რახან ახალგაზრდა ვიყავი, ახალგაზრდული რაღაცა უნდა შეიტანო ურთიერთობაში. და მით უმეტეს მამას თამაშობს ეხლა, მაშინ მამა ჩემი ცოცხალი იყო და კიდე ის ქონდა და მე რომ ნახა მამამ და დედამ გაგიჟდნენ. რომ ვაიმე ვასო გივიბერიკაშვილი ზაზალებანიზე რა ვიცი მე დიდებულ სახეობებთან მქონდა ურთიერთობა რამაზე ეროსი ავის გურამ საღარაძე ვინ ჩამოგითვალოთ ყველასთან მაქვს ან პატარების ედიშერ მაღალაშვილი რა ვიცი კარლოს საკანდელიძე გოგი გეგეჭკორი უზირფასესი ადამიანი სოფიკო კოტე რა ვიცი ყველასთან და აგერ ომარ ფხაკაძე და ლევან თედიაშვილი და იქაც ბიჭები სოყალანი სპორტსმენები იყვნენ. მიშა სალაძე და რა ვიცი. კარგი რამეა რა. რეპეტიციაზე მომხდარა ის რომ ვასო გოძიაშვილი გაბრაზებულა რამეზე. კი როგორ არა ვასო ერთი ვაგენი სოყალანი ესე ადვილად 60 ხალხი არ არის, იმიტომ რომ ის თავისი გამოცდილება ნიჭი უკვე იმას ეუბნება. ეხლა მახსოვს ეხლა გივისთან სცენა ქონდა რომ რა დაემართაო ისა მაშიკოსო და რაცო მამა ჩემს რა მოგდაო რა გივი ეუბნება მას რა ქვია ვასოს და ეხლა სანამ ვიცვამდით რა გადაღება უნდა დაწყოთ გივჯან მისუნე რომ მეტყვი რომ აი მაშიკო გარდაიცვალა მე უცბად გული წამევაო და შენ დამიჭირეო რომ არ დავარდეო კი ბატონო ვასო იქნება ხუთიანზე და მოვიდა ახლა ეს ეპიზოდი ვიღებთ და რო უთხრა ახლა გივიმ რომ მაშიკო ესე და ვაი და ვასო და დააყენებდა აბაყენ ვაი და მეორეჯერაც გააკეთა უკვე ის კი არ გაჩერდა უკვე აი ნიჭიერი კაცი რა მე დავა კიდე მოუმატა და მოუმატა აი ეს არის რა აი ეს იქ ხდება რაღაცა და მე გივიც მაგარი იყო და იმ წუთში აი და ამ დროს სცენა გამოვიდა კარგი და რა ვიცი ყველას გავიდა 50 წელი 75 წელს არის გადაღებული 74-ში და 15-ში გამოვიდა თებერვალს დღემდე ერთ-ერთი მოსაფერებელი მაქვს ბატონ მურმა მეუღლეზე მაშიკო სულიკო მაგას რა დამოვიწყეს ეგ ბავშვობიდან მაშიკო სულიკო